მოდი, შეშინებას კიდე გავაკეთებ რა. მიდი, საფირმო შეშინება. მოიცა შენ ვთქვათ. ხო. ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი საფირმო შეშინება. მოიცა. ქალბატონებო, ბატონებო, პატარები მოარიდეთ ტელეეკრანებს. შეშინების დრო არის. მიდი თემო, მიდი. აუ, всё, შეშინდა, всё. ეგრევე დაიშალა. შეშინება, ვინც სასასვლელი იყო მოშორდა, ანუ რა. შეაშინე. მოკლედ, შემდეგი სტუმარი იქნება ჩვენთან. ხო? რომელიც ველოდებით სტუმარს. როგორც ყოველთვის ჩვენ სტუმარს ველოდებით და მოკლედ, დიდი დღეა დღეს, დიდი სტუმარი პატარა ბინაში, არც ისე პატარა ბინაში. და ბატონებო. გესალმოთ. ოთარ ტატიშვილი. დაი. როგორ გზადებით? როგორ ხარ? გადასარევად. ნინის მივესალმები შეიძლება? აუცილებლად. როგორ ხარ ნინი? კარგად. სახში როგორ ხარ? აკეთებს არის. პირდაპირ. კი ბატონო. ეს. აჰა. თქვენ გაიხარით. გვალო, თქვენ როგორ ხართ? რა ვიცი, აი ვარ, ესე. რა კაი სიტუაცია გქონიათ აქ, დიდი აი მადლობა. მოგწონს ჩვენ ბინაში. ეს ყველაფერი ის არის ბუტაფორია თუ იჭმება რამე? ჰა? არა, რაღაცები შეიძლება. მჟავიას გარდა იჭმება რამე? თქვენ მე მგონი აღარ ჭამთ, როგორც გეტყობათ. მჟავიას არა. მithumetes მჟავიას. ნინი, დატრიალდი. ჩაი გვაქვს, ჩაი იჭმევა კიდე, ყავა იჭმევა. ზაგებრიელი ყავა. კვერცხს ვერ შემიწვა რამე როგორ? კვერცხს ჯერ ვერა. კაი, მაშინ ყავა იყოს. შაქარი? ყავაში. უშაქრო. უშაქრო. ყავაში რამდენი რამე კალორია? ტყობა ეხლა მე რომ შაქრიანი ყავა მიყვარს. რამდენი კალორია ყავაში? უშაქროში? 0 კაცო. რა თქმა უნდა. ანუ რაღაცა იქნება ეხლა ხო ხტები ხა ვიღაც დიეტოლოგი მიყურებს და მაგინებს. რო ბიჭო და უცებ აი ხო ის ჩასაფრებული ტიპები რო არიან რო 0 თქვა და ეხლა უკვე შემძვრალია სადღაც გუგლში რაღაცა 1 და 0 რაღაცა იქნება. ყოველ გაზეთები რა თქმა უნდა 0. რატო იტყუება ოთარ ტატიშვილი? იტყუება თუ არა და იქიმი ოთარ ტატიშვილი შეცდა. შეცდა არ მიხვიდეთ მაგასთან. ესეთია. ხო და იცი რა მაინტერესებს? ექიმი ხარ რაღაცა და მეც რო რაღაცა გიშველო რამე თუ რა გინდა? ხო, ანუ სახეზე რომ მომისმინო რა. დიდი მადლობა. ხო არის აი ფილტვებს უსმენენ რაღაცა რა იმ. მე სახეზე მე რა ვიცი, თუ მახსოვს, სწორად მახსოვს, ჩემთან გადაცემაში ჩვენ ხო შევთანხმდით რომ ამას არაფერი აღარ ეშველებაო და იმის მერე შეიცვალა რამე? აი იმედი ცხოვრობს. შეიცვალა იმის მერე დავიწყდა ეგ შეთანხმება, იმიტომ რომ არა მარტო ვიზუალურად არის პრობლემა, შინდა ძალიან პრობლემები. აი ხარ მაგდაუნი. აი ხა, აბა როგორ გამოუძრალიყავი რა? ხო, მაგრამ ძალიან მაგარი ტერმინი შემოვიდა ახალი სახეზე მომისმინე. სახეზე მომისმინე. მონოლოგის თემასაც რო შევეხან, დღეს გადაცემის თემა გვაქვს, ქართველები რო ვიყოთ. ისმენით რაღაც ბევრი საინტერესო თემა იყო და ერთ-ერთი საინტერესო იყო რომ დიდი სახელმწიფო რო ვიყოთ ჩვენ, ხო? აი დიდი რო ვიყოთ. ძალიან დიდი და აი ლუკაზე რო ჩანდეთ, პატარა რო იყოს რუსეთი თუნდაც. პატარა რუსეთი. 2 მილიარდი ვართ ჩვენ წამო. 2 მილიარდი ვართ ქართველები ვართ 2 მილიარდი. ცუდი ალბავია ხო? ეგრევე მე გეტყვი პირველი რაც ახლა აზრად მომივიდა, ეგრევე გავიყოფოდით მილიარდზე და დავცხებდით. და დავცხებდით რა თემაზე, იცი იმერული ხაჭაპური ჯობია თუ მეგრული. და ისევ რაღაც პერიოდში ისევ ჩავიდოდით 4 მილიონამდე ისევ ჩამოვიდოდით 4 მილიონამდე. მე ისევ დავიწყებდით ზრდას. ყველაზე მაგარია ეს დიდი ქვეყანა რო ვართ ჩვენ და პატარა მეზობლები რო გვყავს და ანუ იქ მიწებს რო ვართმევთ. რუსეთს რო წავართმევთ რაღაც მიწას. არ ვიზავდით მაგას? როგორ არ ვიზავდით? ვიზავდით დედასუტირებდით. ვიზავდით ჩვენ ვიზავდით. რას ლაპარაკობ და ყველაზე მაგარია იქ რაღაცა იქ რუსეთი რომ მარტო ეს კრასნოდარის მხარე რო იქნებოდა მარტო პატარა რა და იქ რო ჩადიხარ და ალუშტას რო ართმევ რაღაცეებს და მე კონცერტით რო ჩადის სურამელაშვილი და სირცხვილის კორიდორს რო უწყობენ მოგალატები რუსები რომ მიდიან გია სურამელაშვილის კონცერტზე და იქ სირცხვილის კორიდორით რო ატარებენ და კონცერტზე როგორ წახვედი და ჩინეთში რო ქართული მაღაზიები იქნებოდა ჩინელები აუ არ შევჭამ მალე სუესენი იქნებიან და ამერიკის ქართული კვარტალი ოკი ჩვენ იქნებოდა თუ თლიანად ამერიკა ეს ღმერთმა სპეციალურად ეს კანონზომიერება ეს დაიწყო იმდენი ვართ რამდენიც უნდა ვიყოთ ცოტა მეტი
მეტი. ცოტა რაღაც ესე რაღაცაში გადავაჭარ. ცოტა მეტი. ოლიმპიადაზე რო ჩავიდოდით და დიდი წარმომადგენლობა რო გვეყოლებოდა და მაინც მარტო ჭიდაობაში რო ავიღებდით მედლებს. და სოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდით რა. უეჭველი. გავიდოდი? არ გავიდოდით და ვაფშე არ ჩატარდებოდა. მაგათი აჯობები და მისი აჯობები და გასვენებადო. შეიძლება იქნებოდა. წარმოიდგინე. ქელეხი. ქელეხი სეფა დიდი სეფა. ვიღაცა რო გარდაიცვლება ჯვარი აქაურობას და ერთი 300 მილიონი კაცი რო იცნობდა. დანარჩენი 100 მილიონი რო ქელეხზე. პანაშვიდი არის. წარმოიდგინე 300 მილიონი ვიღაცას იცნობდა მიონის ქარხნის მუშას და ეხა მართლა რო ის მოკვდებოდა ვიღაცა ცნობილი წარმოიდგინე. ეხა ხო არის რომ პანაშვიდი ხუთშაბათი პარასკევით რო პანაშვიდი მაისი აპრილი. აპრილი მაისი გასვენება ივნისში. აი 2 მილიარდი ხო იქნებოდით. მაინც რუს ნაშებში ვივლიდით. ისე ამათა რო ამზადებით გადაცემას. არ მე ხო ფეხბურთში ამზადებთ ხოლმე თქვენ ფეხბურთში ხო ვერ ყვევი, მაგრამ ანუ კონზე გავიგე რომ ევერტონის გულშემატკივარი. კი ბატონო. ანუ ფეხბურთის გუნდია ხო ეგ? არა. ვიტო აი გამიგია რაღაცები მართლა მილანი გამიგია, რაღაცა ფენერბახჩე რაღაცა ევერტონი კაი ხანია არ არსად არ მithქვავს ამის შესახებ არ მქონია საშუალება საურის ნუ თუ არ ჩავთვლით როცა ერთხელ ვიყავი იმაზე რა ქვია GMG-ის სპორტზე მაშინ თქვი და ნუ მაშინ ჩემი ძმა უყურებდა და ტაქსისტი ვინც მიმიყვანა რა ამიტომ ჩავთვალოთ რომ პირველად ვამბობ და ეხა ორი კაცის მაგივრად გაიგებს 300 ხო? 8. არა 8 ჩემი გადაცემიდან იციან იმ 8 კაცს. ანუ 300 დაემატება რა. არა მოკლედ უკვე დიდი არმია შევკრიბეთ. კი, კაცო, ესე იგი 2 8 310 კაცი რა. 310 კაცმა იცის რომ ევერტონს გულშემატკივარი. ეხა პროსტო ვეჩალიჩები იმას სცენარისტებს რომ შუა ქალაქში მათქმევინონ ეს რა. რომ ცოტა ეგება ცოტა ვიღაცა შუა ქალაქში ისა ბარსელონას ამბავი. ცოტა ვიღაცა ევერტონის პოპულარობამ რომ მოიმატოს. არა, ნუ ბარსაზე რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიმპათია მაქვს, ძალიან გულშემატკივრობ, განსაკუთრებით აი იმ პერიოდში, როცა მართლა კონკურენტი არ ყავდა ამ გუნდს და მართლა ვერავინ და ვერაფერი ვერ უდგებოდა წინ, მაგრამ გულის სიღრმეში მე მაინც ჩემ თავს ვთვლი, რამდენადაც ეს არ უნდა იყოს გასაკვირი, ლივერპულის ევერტონის გულშემატკივრად, ჩემი და ევერტონის სიყვარული დაიწყო. სკოლაში ვსწავლოდი, მოკლედ, ხო იცი ეს გემოვნება რომ გიყალიბდება რა და ძალიან ისეთი მაშინ არ იყო ეს ტელევიზიები ასე ხო იქ და ჩვენ დროსაც არის. ხო, საყურებლად რომ დადიოდნენ იქ პანტიანში იჭერდა და რაღაცას თუ წაიკითხავდი და რაღაც ან რო გითხრათ რომ ყოველდღე ევერტონის თამაშს უყურებდი ეს ტყვილი იქნება და ხვალვე გაიასნდება რომ ეს ტყვილია რომ 86 წელს სადნახე ასე ყოველდღე ევერტონის თამაში. მე დავიბადება. ხო და ძალიან ისეთი გუნდი იყო რა, ანუ ეს აი პრესა ქონდა ის აი უფრო ბეჭდითი იმედით შემიყვარდა სიმართლე რო გითხრათ. ჯაზი ძალიან გიყვართ ისეთ მელომანი ხარ გიждები ჯაზზე როგორც ცნობილი ფაქტია იქ რომ იყო ისეთი პერიოდი თქვა რომ ჯაზის მოსმენა რაღაც დონეზე აკრძალული იყო. აი როგორც როკი იყო მაგალითად რომ მე არ მახსოვს რა კავშირში ხო მახსოვს არა მე ჯაზის მოსმენა დავიწყე სადღაც ის სკოლის ასაკში 87-88 წელს თავისუფლად იყიდებოდა ანუ იყიდებოდა რა რაც შემოდიოდა ჩამოქონდა არა ჯაზ ფესტივალები ტარდებოდა ყოველთვის ხო ანუ კიდე კაი აკრძალული არ იყო 99 წლის ცნობილი ჯაზ როკი იყო ხო რაღაც დონეზე ხო და რატო იყო თუმცა მე ვერ შევესწარი მაგას რატო იყო როკი აკრძალული ანუ რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში ხო რატო როკს რო უსმენდი რა ხდებოდა გიჭერდნენ მიყავდით და გიტარას თუ ამოგიგდებდა როკ-ენ-როლი ხო ამერიკაშიც ერთი პერიოდი ხო რაღაც ძალიან ისეთი ორთოდოქსი მორწმუნე მშობლები ხო უძალავდნენ და ბევრი ფილმი ამაზე გადაღებული რომ როკ-ენ-როლი რაღაც სატანისტურია და ელვის პრესლი მოციქულია სატანის და საბჭოთა კავშირში აკრძალეს ანუ საბჭოთა კავშირში უბრალოდ ჰქონდათ. ესე არ იცოდნენ რატო ისინი ჯგუფი ხო ისინი ხსნიდნენ კიდე რაღაც მშობელთა კავშირი იყო იქ ამერიკაში რომ აი ელვის პრესლის აშინელება რატო არის ხო აი რაღაცა რომ აი ბავშვები რაღაცა მიდიხარ მოსადა და ამათ პროსტა
აბძალეთ და არ გიცნობ. რა თქვი? დახრიტეთ. ხო, ნუ აი რაღაც ესეთი რომ აი როკი ვითომ რომ მე როკს მოусმენდი, ამითი გავიყვნებოდი რა და ბეთჰოვენს რო უსმენს, კაცი გარყვნილი არ გინახიათ? ჩვეულა. აგებზივარ. ყველაზე მეტი აი ესეთი ამორალური იდეა, ყველაზე მეტად ამორალური სექსი და ფანტაზიები მეხსნება ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიაზე და აგძალეთ არ უნდა მეთქვა პირიქით ჩავთოთ ეხა ეს მე-9 ფანტაზიებში გავედი მე მამაშენმა იცის აქ რომ მუშაობს ხო? წინაგანაცემაზე რომ თვითონ იყო თუ არაფერს არ უყურებს მამაშენი ბასტიმის გარდა თამაშზე გადავიდეთ. მოდი გადავიდეთ. გადავიდეთ თამაშზე. 3-2. ესე დათვა 3-2 და 2. სტადიონი ბინა-18-ში. ხალბატონებო და ბატონებო, პენალტების სერია ბინა-18-ში. ევერტონი მილანის წინააღმდეგ. არსებობს ამის სტატისტიკა ისე რა. ასეთი არ არის სტატისტიკა. მე მგონი თასების თასზე არიან შენახვედრი ერთხელ და მილანმა გამოვაგდო პენს 11 მეტრიანების სერიით. ხო და ეხლა შეგიძლია რომ ის 11 მეტრიანების სერია შეიძლება. ჩვენ პირდაპირ 11 მეტრიანების. მოიცა ჰიმნები არ ვიმღეროთ? კი. ნაკრებები არა ვართ, მაგრამ გაქვს რომ ვერსიები არ მე მაქვს ვერსია ჰიმნის. I like to move it. I like to move it. I like to move it. You like to move it. კაი. ვეჩემადზე გავეშურები. პირველ სამ პენალტს. თამაშობთ, ანუ უტყავთ სამ პენალტს, ხო? ხო. რიგრიგობით არა, ზედიზეთ. ზედიზეთ. ოღონდ უნდა გავართულოთ ცოტა რა. ანუ სირთულე რა შემდგომარეობს? ხელით უტყავთ, ხელით. ოკეი, სანამ სასტონის ხმას გაიგებთ, მანამდე ტრიალებს, ანუ მეკარეს და ვინც უტყავს ისიც. მე მაქვს ერთი მეგობრებო, მე მაქვს ვერტებრო ბაზილარული უკმარისობა. ხო გაიგეთ არა? ეგ მეც შემონა თქვა, მაშინ ხო? შენ რო გაქვს სხვა რამე. ეგ ის არის, ხო საბჭოთა კავშირის დროს. გეხვეწებ სამზე მეჯერ არ დამატრიალო, თორე აქ დამთავრდება ჩემი თამაში. ოკეი. წავიდა ტრიალი. ტრიალი. შემდეგი 3 2 1 წავიდა ტრიალი. იგაკითხა რა მოხდა? მეორეც გავიდა. კაი, მადლობ. იქაც გონა ვიტრიალო. 2 1 წავიდა ტრიალი. მაგრამ ხო არ მოგარ? არ ყველაფერი კარგად არის. თაპეტიჩკა მეჭირა ხელში თალისე. მოხსენი? ხელთაწმანი დაუთმე. ეხა სამივეს გამიტანს, ხო ვიცი? ამის ტოლა კაცმა დირკა როგორ გაჭამა. აბა ბიჭო. ამის ტოლა კაცი თუ გაჭმევს დირკას. გამოცდილი. ისე დირკა გაჭამა როგორი ტერმინია რა დირკა გაჭამა. ბუბლიკი. ჭამე რა, ჭამე დირკაჯა. 3 2 1 წავიდა ტრიალი. ანუ ანგარიში ისე ორი მინიმუმ ფესად მოხდა ბუთივე. სასაში აქობა და აუნიშო. შენ ჩართული ხო უნდა იყო. დავაი, ხამა. 3 2 1 წავიდა ტრიალი. დავაგე. აზრია. ბატონებო და ბატონებო. რომ გაიტანოს მოგებული ვარ. ბატონებო და ბატონებო. ჩვენი სტუმარი იყო ექიმი ოთარ ტატიშვილი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ექიმი იყო რა, ეს უდატო.